მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და YouTube არხზე შედეგს მიღმავდებთ ჩვენს მესამე ეპიზოდს. ბიჭებო, მოგესალმებით. თქვენთან ერთად ვართ ისევ მე, გიორგი, ირაკლი და რეზი. სანამ გადაცემას დავიწყებდეთ, მინდა მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ სამუშაო სივრცე ტერმინალს, ისევ აქ ვიმყოფებით, ისევ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს საინტერესო პოდკასტი ჩავწეროთ. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა PSG მონაკოს შესახებ, იმიტომ რომ ვიხილეთ ძალიან საინტერესო რამ, რასაც დიდი ხანი ველოდით. ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო გოლი PSG-ს მაისურით, პარიზელებმა მოიგეს ძალიან კარგი თამაშით და მინდა რომ სწორედ ამ თამაშზე ვთხოვო ბიჭებს, რომ საკუთარი აზრი გაგვიზიარო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ესე ანგარიში ძალიან კარგი დააქცია და ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის, რომ უფრო მეტი დეტალი დავიჭიროთ, უფრო მეტი ტაქტიკური ანალიზი გავაკეთოთ ამ ყველაფრის და შესაბამისად ეს ინფორმაცია მოვიტანოთ თქვენამდე. მე ვიცი, რომ ირაკლი მზად არის ამ თამაშზე დაიწყოს საუბარი, თან ეკიპირებულიც არის შესაბამისად და ამიტომ სიტყვას გადავცემ მას. გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით. ილოცავთ იმას, რომ ჯერ არ დაგხურეს, ჯერ არ გავყარეს ტერმინალიდან, მეც გავუკეთებ რეკლამას. ანუ ცუდ რაღაცებს არ ვლაპარაკობთ. ეს უკვე კარგია და მტკიცებულებაა იმისი, რომ მართლა ძალიან კარგი გადაცემაა და უნდა გამოგვიწეროთ. ბავშვი, მე შეროლები დავცვალ. კარგი, რაც შეეხება PSG მონაკოს. კარგი თამაში იყო, ბევრი გოლიანი, ბევრი გოლი ყოველთვის კარგზე მეტყველებს და მე აქცენტს გავაკეთებ, ალბათ რეზი უფრო მეც ილაპარაკებს PSG-ს გოლებზე, მე მოწინააღმდეგე გუნდის ერთ გოლზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამ თამაშში ეგ იყო საერთოდ რა მოხდა PSG-ს დაცვაში. იკა დარან ეს როლი ხო შემდეგზე მესროლ. ახალი დაფა გვაქვს, მოგვილოცეთ, თქვენს გილოცავთ ბიჭებო ახალ დაფას. წითელ ფერებში არის მონაკო, ლურჯ ფერში არის PSG, ეს შავი რაღაც არის ბურთი. რაც იყო PSG-ს დაცვის პრობლემა ამ შემთხვევაში, ნუ 5 მცველით იცავდნენ თავს და აი აქ იყო დიდი სივრცე, ჯერ რატო იყო არ ვიცი, სავარაუდოდ არა, ვიცი რატომაც იყო, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. რა მოხდა? მონაკოს მოთამაშეებს ძალიან დატვირთული ჰქონდათ ცენტრი და წავიდა პასი ფლანგზე. რა მოხდა აქ? ნუ ლოგიკურად მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი ხო კარგად ჩანს. შეხვდა თავის მოთამაშეს, მარცხენა მცველი წავიდა ფლანგის მარჯვენა ვინგერზე, რომ აქ არ წამოსულიყო ბურთი და აქედან შეეტია და აი აქ დარჩა 4-1. 4-1 მონაკომ კიდევ უფრო საინტერესოდ გაჭრა, ეს არის ხვიჩა. 4-1-ზე არის დიდი უპირატესობა ცენტრში, აი ეს რუისი აქ ესე რატო იდგა და რატო უყურებდა რა ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ მაინც თავარი ბრალეულობა ჯერ კიდევ სხვა მოთამაშეშია. ზაქარია ჩარბის მიყავს ვიტინია, ბურთი შედის ცენტრში. აი ეს შემოვიდა და აქ შევიდა ცენტრში და აქ ვიტინი აკეთებს რას, რომ ხვდება რომ აქ რაღაცა კატასტროფა ხდება, სამი კაცი 0-ზეა და ადის აქ. იმიტომ რომ პასი წავა აქ აუცილებლად. სანამ გზაში იყო, მოვიდა და აქაც მესამე კაცზე გათამაშდა ბურთი. აი ზუსტად ხელით რაც ვქენი, იგივე მოხდა. აქ ჩნდება კითხვა. რატო არ არის კაცშვილი აქ? მე მაქვს ჩემებური ვერსია. ამ ადამიანის ბრალეულობა საიდან მოდის? მე თქვენს შემაფასეთ ერთი რამდენად სწორად მივხვდი. რა არის პრობლემა? პრობლემა არის ის, რომ აქ იდგა მენდესი, რომელიც იდეაში კი არა და მარცხენა მცველია და პოზიცია ჰქონდა აქ შეცვლილი, თამაშობდა ცენტრალური მცველის ადგილას. არ არის მარცხენა მცველი შეჩვეული იმას, რომ უნდა წახვიდე მარცხნივ დაზღვევაზე. იმიტომ რომ ბუნებრივად ამ პოზიციაზე რო თამაშობ, აქ აღარავინ და აღარაფერი აღარ არის დასაწყობი. კი ბატონო, შეიძლება ბურთი მიიღო და აქ წამოხვიდე რომ არა თამაშობ, მაგრამ დაზღვევა, აი ეგ ვაიმე იქით დავაზღვიო, ეგ არა აქვს ინსტინქტში. ამიტომ ზაქარია მიიღო დიდი სივრცე, ამას კიდე ავიწყდება, რომ მოდი ხელი შეუშალოთ და ისევ პაჩუ
ისევ პაჩუ მოდის. ისევ პაჩუ ცდილობს რომ შეუშალოს ხელი, მაგრამ ნუ ვერ შეუშალა და აქედან მე მაქვს ერთი ესეთი ჰიპოთეზა. ეს თუ რამე დაღუპავს წელს, ეს იქნება დაცვაში აი ესეთი როტაციები და მენდეშის შესვლები და ცენტრში გადაყვანა და მოდი ეს ამ პოზიციაზე ვცადოთ და ასე შემდეგ რაღაცეები. დანარჩენი ყველაფერი კარგად შეაზრუნლეს, მარტივად რომ გადავიდე რეზიზე, აი ამას ვიტყვი. რას დააბატებ? მესამე თამაში იყო 3 თვეში. რამ დეკემბერში 4 თვე მოუგეს. დონარუმას რო სახეში მოხდა ფეხი. მე 1-0 მოუგეს სუპერთაზე, იმ თამაში PSG უკეთესი იყო ვიდრე 4 თორში. ნუ ახლა ფიზიკურად იყო ძალიან დიდი უიატესობა, იმიტომ რომ მონაკო სააშკარად იყო რომ გამოფიტულია. სეზონის სტარტზე მონაკო იყო ყველაზე აგრესიული პრესინგის მოთამაშე გუნდი ევროპაში. ეხლა უკვე აშკარად იყო რომ ფიზიკურად ვერ არ კაჩავენ, ჩემთვის თავარი ტაქტიკური მოვლენა იყო ჟოაო ნევეშის თამაში. ჟოაო ნევეში ახალი გოუთი ჩნდება ნახევარდაცვაში. სამივე პოზიციაზე აქვს ნახევარდაცვაში ნათამაშები, მარცხენა მცველად აქვს ნათამაშები. ახლა ითამაშა მარჯვენა მცველად. ანუ პოზიციური დაცვაში და პრესინგზე იყო მარჯვენა მცველი. შეტევების დროს შედიოდა ცენტრში, ამ დროს მარჯვენა ფლანგს იკავებდა დუე, ბარკოლა, კვარა, ამაზე როცა დღეს ვისაუბრებთ PSG-ზე იქ უფრო დეტალურად შევეხებით და ნუ იქიდან უკვე ნევეში ქმნიდა მომენტებს 104 შეხება ქონდა მგონი 12 პროგრესული პასი ნუ ყველაფერში ისე როგორც მიგვაჩვევა ბოლო პერიოდში. მოკლედ თუ ვინმე არის ესეთი ვის არ იცის ეს ნახევარმცველი ამ გუნდში რეაქციად ყურადღება ძალიან მაგარი ბიჭი იჩნდება. დანარჩენი ძალიან დიდი იყო PSG-ს უპირატესობა ზუსტად ამ ფიზიკურობის. ანუ ნევეშს უფრო მეტი ენერგია ჰქონდა ვიდრე დანარჩენ მონაკოს. აშკარად ჩანდა ეს. ოკეი, მადლობა ბიჭებო პირველ რიგში. ჩემს აზრსაც ვიტყვი PSG მონაკოზე რამდენიმე სიტყვით. პირველ რიგში დაცვით დავიწყებ. სხვათა შორის ირაკლის ვეტყვი რომ არა მადლობა. პირველ რიგში ირაკლის ვეტყვი რომ სკრინს ამოვანათებთ. ერთ-ერთი მომენტი იყო ირაკლი, როცა ზუსტად ეგრე დერეფანს შორის მონაკომ ბურთი გაატარა და მენდეში იმდენად იყო შეტევაში ჩართული, რომ მენდეშის პოზიციაზე იდგა ხვიჩა. სპეციალურად ეგ მომენტი მაქვს და ჩავსვამთ, რომ კვარა დგას აი საჯარიმოს მის სადგომთან, სადაც ცდილობს, რომ მონაკოს ერთ-ერთი შემტევი გაანეიტრალოს. საერთოდ გოლის ეპიზოდში 2-3-ზე იყვნენ რა და ეგეც პრინციპში დიდი გაუგებრობაა, რატო რჩება PSG-ში დაცვაში ამხელა სივრცეები. ზუსტად გეთანხმები იმაში, რომ ეგ შეიძლება მით უმეტეს დიდ გუნდებთან იყოს სერიოზული პრობლემა. უბრალოდ მეორე მხრივ რა არის, იცი, PSG-ს ყავს ჰაკიმი, PSG-ს ყავს ლუკა ერნანდესი, შესაბამისად უდიდესი ალბათობით დიდ გუნდთან ჩემპიონთა ლიგაზე პაჩოს ნაცვლად დადგება ლუკა, ალბათ მენდეშსაც იქ ცოტა უკან გამოწევენ, არა? არ ვიცი. პაჩო მარკინიოსის წყვილი ძალიან კარგი. ლუკამ ტრავმა მოიშუშა და ნუ ხო, არ ვიცი. და ჰაკიმი დაბრუნდება ალბათ მარჯვენა მცველად. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაცვაში ეცდება ყოველ შემთხვევაში ენრიკე პრობლემის მოგვარებას. რაც შეეხება შეტევას, ქაოსის შეტანა სცადა ენრიკემ შეტევაში და ბუნებრივია ეს კარგად გამოვიდა. რამდენიმე სკრინს აუცილებლად დაგახმართ მარტივი გაანალიზებისთვის, თუ როგორ იცვლიდნენ ეს ფორვარდები პოზიციას და მათ მნიშვნელოვანია დუეს როლი. დუე ხშირ შემთხვევაში გადადიოდა იმ ფლანგზე, სადაც ჩდებოდა სიცარიელი. ზოგჯერ იდგა მარჯვნივ, ზოგჯერ იდგა მარცხნივ. ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც ამოვანათებთ, საერთოდ ბარკოლას ადგილას დგას დუე და ეს პრინციპში არის ქაოსის შეტანა მონაკოს კი არა ნებისმიერი გუნდის დაცვაში და საბოლოოდ ხვიჩას გოლი მაგალითად მოვიდა, ხვიჩა იდგა ცენტრ-ფორვარდად. პასი გაიჭრა და ძალიან კარგი ფორვარდული გოლი გაიტანა და ამან ძალიან გამახარა რა, იმიტომ რომ ის რო ხვიჩა საჯარიმოს მის სადგომებთან და უშუალოდ საჯარიმოში გახდეს მეტად კარგი და მაგვირგვინებელი და მეტად გამტანი, ძალიან გაგვიხარდება დარწმუნებული ვარ. ხვალ სხვათა შორის ამ გადაცემას იდეაში დღეს როცა თქვენ და ნახავთ, დღეს უკვე ბრესტი PSG-ა და ეგ თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება. ოკეი, PSG-ზე თუ მეტის დამატება არ გსურთ, მაშინ შემდეგ მატჩზე გადავიდეთ ნეონელად. დღეს დავამატებთ, ცოტა მერე დავამატებ. ოკეი, შვენიერი. მეორე მატჩი, სხვა შორის არ იყო შაბათ-კვირა დიდად მრავალფეროვანი მაგარი მატჩები. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ პრემიერ ლიგა არ გქონდა და იყო მადრიდული დერბი. მილანური დერბიდან ეხა გადავფრინდეთ ესპანეთის დედაქალაქში და ცოტა ვისაუბროთ მადრიდულ დერბის. აქ რეზის ვთხოვა რომ დაიწყოს.
ორივე მწვრთნელმა თქვა თამაშის მერე რომ განსხვავებული ტაიმები გქონდა. ან პირველი ტაიმი სიმეონეს იყო, მეორე იყო ანჩელოტისა. სიმეონე პრეს-კონფერენციაზე თქვა რომ ავტობუსით მივალთ. 6 მცველით იცავდნენ თავს, ანუ რეალურად მართლა გეგმა იყო რომ თავი დაეცოთ მაქსიმალურად. ღრმად 6-2-2-ით სიმეონე და ლინო ჩადიოდნენ მე-6 მცველებად. ეს ისინი ანუ პასუხისმგებლები იყვნენ ფლანგის მცველებზე რეალის და ნუ დანარჩენი შესაბამისად საყრდენები ეს 4 კაცი დაცვაში ძალიან დაკონტროლებდა უკვე ამ რეალის შემტევ 4-ს. თავარო 4-ს. კითხვას დაგისმო. რაც მე დამებადა თამაშის წინ რო ნახე შემადგენლობა. ლინოზე არ ფიქრობდი რომ უფრო წინ უნდა ეთამაშა. გალახერი მეგონა რომ იქნებოდა საერთოდ. ხო და ლინოც ხო ანუ ლინო რო ნახე მე პირადად მეგონა რომ ვა შეუტევს. ხო მეც ეგრე ვიფიქრე. ეთანხმები. მე მეგონა გალახერი იქნებოდა. მაგრამ არა 6-2-2 და ნუ შეტევაში იმედი ქონდა რომ რეალის დაცვა არის ნუ ვინც ცოცხალია ის დგას და ვიღაც დაუშვებდა შეცდომას და ნუ ჩუამენი დაუშვეს. ისე ჩუამენი ძალიან ბევრი რაღაც გადატყდა. მე ორი ძალიან მაგარი კონჩეტება ჩაშალა. ალვარესის და ლიონოს დარტყმები დაბლოკა, თორემ შეიძლება პირველ ტაიმი ატლეტიკოს მეტი ანგარიშით მოიგო. და მეორე ტაიმში უკვე ანუ ტაქტიკურად შეიცვალა რა ვინისიუსი უფრო ფლანგზე გადავიდა, მაგრამ თავარი იარაღი რეალისტის იყო, ნუ ვინისიუს და როდრიგო შეუძლიათ ორი კაცი მოატყუან რა. ან პირველ ტაიმში ჰქონდათ 10 დრიბლინგი, ცდილობა რეალს მეორეში ჰქონდა 26. ან როცა 6 კაცი დიცავს გუნდი თავს, ანუ აქ დრიბლინგი უკვე ისეთი სარისკო არ არის, ანუ ბურთს დაკარგავ კონჩეტევაზე ვეღარ მოდის იმდენად ცოტა კაცი ყავს შეტევაში. მერე ან დრიბლინგი წარმატებული იქნება, როგორც აი გოლის ეპიზოდში იყო, როცა როდრიგო ფლანგზე გალანიც და ლინოც მოატყვა და გააწოდა. ან თუ დაკარგებურთი მეორე ტალღა იქნება უკვე შეტევის და ეფრედ კი დასრულდა, მაგრამ ნუ რეალს უკვე უნდა მოეგო მეორე ტაიმში. თამაში უნდა მოეგო, ანუ 8 სეივი ქონდა მეგონი ობლაკს და მაგხრივ რეალმა დაიმსახურა უფრო მოგება. სხვათა შორის წმინდა სტატისტიკურად სებელიოს ჰქონდა კარგი თამაში. სებელიოს კარგი თამაში ვიყო. ძალიან ბევრი ზუსტი პასი ჰქონდა და საერთო ჯამში იმ პრობლემების ხარჯზე რაც რეალს აქვს, ჩუამენი მეორე ტაიმში იყო ძალიან კარგი. რისი თქმაც მინდა იმას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი და მაგაზე ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე მინდოდა იმის თქმა, რომ მეორე ტაიმში ატლეტიკომ სრულად უარი თქვა მარცხენა ფლანგიდან შეტევაზე, თან ლინო გაიყვანა. პირველ ტაიმში უფრო ლინო ქმნიდა მარცხენა ფლანგიდან და შეუტია მარჯვენა ფლანგიდან ასე ვთქვათ. დაცვაში კი ბატონო ატლეტიკო იდგა ფაქტობრივად 6 კაცით, რაც შეეხება რეალზეც რო ვთქვათ 1-2 სიტყვა, თუ ატლეტიკოს ჰქონდა პოზიციური შეტევა პირველ ტაიმში და ეს იყო ძალიან ცოტა, მაგრამ რეალი თავს იცავდა კლასიკური 4-4-2 სქემით. როდრიგო და სკრინსაც ამოვანათებთ, რომ როდრიგო მარჯვენა ფლანგს ეხმარებოდა, ბელინგემი მარცხენა ფლანგს ეხმარებოდა. რატომღაც სიმეონემ ჩათვალა, რომ დერეფანში ბურთის გატარება შესაძლებელი იყო ბელინგემსა და გარსიას შორის და სხვათა შორის გარსიას კარგი თამაში ჰქონდა მიუხედავად ამისა. მეორე ტაიმში კი სრულად გადაეწყო რეალის შეტევა ფლანგებს, რაც რეზის სტატისტიკამ დაადასტურა და ვინისიუს იყო გაცილებით აქტიური და აგრესიული მეორე ტაიმში. მეც ვთვლი, რომ მადრიდის რეალს ეგ თამაში უნდა მოეგო, იმდენი მომენტი შექმნა თან, რომ ალბათ დამსახურებული იქნებოდა რომ მოეგო, თუმცა ატლეტიკო მაინც იკბინებოდა. განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგიდან. მეორე ტაიმს გულისხმობ. არა, ისე იმ ჯერარდა ანონსებულ რუბრიკაში ვიტყვი რეალს რა პრობლემა აქვს და მოდი იმისთვის მოვინახავ რატომ არის რეალის თამაშები პრობლემური რეალისტვისაც, ხო? ანუ განსაკუთრებით ძლიერ გუნდებზე მოხსაუბარი, ხო? ანუ გუნდებზე რომელთანაც ნუ რეალი ან ცირე უპირატესობით არის ფავორიტი ან თანაბარი გუნდები არიან. ამიტომ მოდი მაშინ ვისაუბრებ იმაზე რატო ქნის მე ვთვლი რომ ატლეტიკო საკმარისად არ იქმინებოდა. უფრო შეეძლო რეალი შეემოწმებინა. მეც ეგრე ვფიქრობ. აი მანდ მოვალ ზუსტად ეხლა მოდი 2 წამით გადავიდეთ, არა 2 წამი არ მეყოფ. ცოტა ხნით გადავიდეთ, აი ჯერ არ დაწყებულა ეგ თამაში. რა ხდება ან გასახდელში, ან პრემატჩში. რეალს წელს არ აქვს არც ერთ მეტნაკლებად სერიოზულ მოწინააღმდეგესთან და მეტოქესთან მოგება. ქულებით არის ატლეტიკო რეალი ერთი ქულით წინ, ატლეტიკო თუ მოიგებს ამ თამაშს ასწრებს. რეალს აქვს სათამაშო სიტისთან და თან ორი თამაში აქვს სათამაშო. ატლეტიკო უკვე მერვედ ფინალშია. ეს არის 2015 წლის შემდეგ
ატლეტიკოს აღარ აქვს მოგება ბერნაბეუზე რეალთან. მე მგონი 16-ის. მე 15 მახსოვს. გადავამოწმოთ და რომელიც არასწორი იქნება, ის ამოუჭრათ. წაგებულმა ხინკალ. ეს არის რა ქვია. ატლეტიკოს აი ესეთი კარგი შანსი კიდე როდის მიეცემა არ ვიცით. იმიტომ რომ მართლა ვინც ცოცხალია ისინი იდგნენ და ამ ცოცხლებიდან ერთი კიდე გამოვაკლდათ ახლა. ვასკეს კიდე დაემტყოთ. ანუ რაღაცა აი გონია რომ ბოლოს ალბათ მოდრიც დააყენებს ცენტრალურ მცველად რომ მოდი პირველი პასი მაინც გავიგოს. აი ანჩელოტისაც ჭირს ეს თან პლუს საჯების თემაზე იყო მთელი ამბავი. აქ ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა სიმეონეს. თან მით უმეტეს როგორც დაიწყო პირველი თამაში. მიდის თამაში ცენტრში, არც ერთ საჯარიმოსთან, არც მეორე საჯარიმოსთან, ცენტრთან და რეალს არ აქვს ჩართული სიჩქარეები. ანუ ვინისიუსი, ბელინგემი, როდრიგო, მბაპე, აი ნელა იღებენ ბურთს რა. არ აქვთ ხშირ შემთხვევაში ბურთი, ნელა მოძრაობს ერთი ფლანგიდან მეორეზე და პლუს ატლეტიკოსთვის ხდება ის, რომ არ ვიცი ეს პენალტი ალბათ მაინც უფრო რო იყო. პირველ ტაიმში კარში იყო ერთი დარტყმა 44 წუთზე 11 მეტრიანი. აი საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. ნუ მეორე ტაიმში რეალი უკვე აგებდა, მიხვდა რომ რაღაცა ჩაუდღეში ვართ და უკვე ტემპი ააჩქარა რა და ატლეტიკომ გაუშვა გოლი, რომელიც აი ფორმები რო შეღებო და ეს დაადო. იმას რა ქვია, სახე რო არ ჩანს. ბლარი რო დაადო და თქვა რომ ეს გოლი ვინ გაუშვაო, ალბათ დაახლოებით 256 ვარიანტი იქნება ატლეტიკო. ანუ დაცვის ცენტრში, ავტობუსში როგორ მოახერხეს რომ ორჯერ დაარტყმევინეს. არიოსი შეცდა. ხო, თან ვის დაარტყმევინეს? პედაგოგიო ხორიდე კიდე ბელინგემი და მბაპე. აი როგორ შეიძლება ბელინგემი და მბაპე გამოგრჩეს? სხვათა შორის შენ ზედა გიორგიზე გამახსენდა რომ ხინკალი წააგო 2016 წლის 27 თებერვალს მოუგია ბოლოს ატლეტიკოს ბერნაბეუზე. თებერვალი? ერთ წამით გადავამოწმებ. თითქმის 15 წელს. ოკეი, მანამდე თუ ირაკლი მორჩა ამ მატჩზე საუბარს, რეზიმ ფრაზა გადმოისროლა და ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. პენალტზე, რომელზეც ძალიან ბევრი საუბარია და ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა იყო ვარის საუბრის რეკორდინგის ტექსტუალური ვიზუალი რა. თუ ნახე იქა. მოკლედ თავარმა მსაჯმა მოითხოვა უკეთესი ხარისხის ფოტო, ვარისგან მიიღო პასუხი, ოთახიდან ჯიხურიდან მიიღო პასუხი, რომ არ გვაქვს უკეთესი ხარისხის ფოტო და კარგი მაშინ დავდე პენალს. მე ვიცი რომ არ ჩამთვალოთ მადრიდის რეალის გულშემატკივარად, არ ვარ რეალურად რეალის გულშემატკივარი, ვიცი რომ აქ ორი ადამიანი მყავს, რომელიც ემხრობა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად ვიდეო რეფერი მიიღო. მე ერთ არგუმენტს ვიტყვი მხოლოდ. ჩემი აზრით, მე ყოველ შემთხვევაში არ მინდა რომ ეგეთი პენალტები იდებოდეს რა. მე დავეთანხმები ამ შემთხვევაში ლუკას ვასკეს და კარლო ანჩელოტის. და ერთ არგუმენტს ვიტყვი მხოლოდ. რა მოხდებოდა ჩუამენის რო ლინოსთვის ფეხი არ დაებიჭა. პასუხი არის რომ არაფერი არ მოხდებოდა. რატო? იმიტომ რომ ბურთი იყო დაკარგული, ლინო იმ ბურთზე ვერ ითამაშებდა, შეტევა მაინც გაგრძელდა, არაფერი არ მოხდა. ზუსტად ამიტომ ვთვლი, არ ვამბობ 100%-ით, ვამბობ ალბათ 60-40-ზე, ჩემი აზრით ვიდეო რეფერი მაგ პენალტს არ უნდა დებდეს. თანმიმდევრულად იმუშავა მსაჯება, ანუ ჯარიმა იყო, თელი ტერფით აბიჯებს ფეხს. და ჯარიმა იყო საჯარიმოში, პლუს რამდენიმე საათით ადრე იყო ატლეტიკი ჟირონას თამაში, ბილბაო ჟირონა და ზუსტად ეგეთი პენალტი დადეს. ანუ თქვა ეს რომ წესებს ჩვენ მივყვებით. წესებში ესე წერია რომ ბურთისთვის ბრძოლაში შედის ორი ფეხბურთელი, ერთი არ ყოფს წეს, იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ბურთი რა წავიდა. სხვათა შორის მთავარ მსაჯს რომ ვიდეო რეფერის გარეშე დაედო, სავარაუდოდ სხვა აზრზე ვიქნებით. აი ვარის ჩართულობის აუცილებლობა ვერ დავინახე უბრალოდ ამ ეპიზოდში. ბილბაოსთანაც ვარ მოუთხა რომ გარღვევაა და იმიტომ რომ ბურთი აშკარად სხვაგან წავიდა. ანუ ეპიზოდს მოშორდა ამ ეპიზოდს და თავარსაჯი ბურთს აქცევს ხო ყურადღებას აითაც მიდის და ამიტომ ეპიზოდი მივიწყა ამ დროს ამიტომ არის ვარი რომ ეკა ჩვენოს ხო
მეოთხე პენალტი იყო. მეოთხე საერთოდ ჩუამენი და გაიფრთხილებინა. ყვითელი ცნობიერია. აი ნუ ხეში დარღვევა იყო. რადგან დადო პენალტი ყვითლის არამოღება მეც გამეკვირდა. რაღაცის თქვა. ხო მე რაღაცა ეხლა დებილური გადასვლაც რა კარგად თებერვალში აქ წაგებული თითქმის 2015 იყო არის არა ჩემი აზრით აი რაც თქვი რა ეგ არის რომ მსგავსი მომენტი რო ყოფილიყო მოედნის ცენტრში შეიძლებოდა რომ დაეძახა ვარს რომ მოდი წითელზე გადაამოწმე რა ან დარღვევა არის ხო უეჭველი არის საჯარიმოშიც ხდება ხო აბა მაშინ პენალტი რაღა გინდა ბურთი იქით მე გეტყვი ალტერნატივას ბურთი ხო გამცდარი იყო ვის მივიდა ბურთი არტყამერე და დაამთავრა ატლეტიკო შვილს მისას სიმეონეს შვილს დარტყმა არ უნდოდა ლინო შერბოდა უნდა ჩაეწოდებინა და ამას მაკრატელით გაქონდა გოლი მაშინ ამოჭერი ირაკლი რაც ვილაპარაკე აბსოლუტურად ხო და ეხლა შენ გქინგალი საკისრები კარგი მადრიდულ დერბიზე მე მგონი ამოვწურეთ საუბარი მანამ სანამ off topic-ზე გადავალთ კიდევ ერთხელ გთხოვოთ რომ უპირველეს ყოვლისა მოიწონოთ ეს ვიდეო გამოიწეროთ ჩვენი YouTube გვერდი და თუ გააზიარებთ ამ ვიდეოს კიდევ უფრო გაგვახარებთ და ხინკალზეც მე მგონი ირაკლი უფრო აქტიურად იზრუნებს. მოკლედ, გასული კვირის განმავლობაში ძალიან აქტიურად საუბრობდით მიმდინარე სეზონის საუკეთესო კლუბებზე. ბუნებრივია გულისხმობ სეზონის დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, ანუ იმ დღემდე, როდესაც ამ გადაცემას ვიწერთ. შესაბამისად, იმდენი ვიმსჯელეთ და ისე ხმად შევედით დეტალებში, რომ გადავწყვიტეთ ეს თემა გამოგვეტანა ეგრეთ წოდებულ off topic თემად, რომელიც ყოველ გადაცემაში გვაქვს ხოლმე და ესე ვგეგმავთ ყოველ შემთხვევაში საომავლოდ. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება მიმდინარე სეზონის top 5 საუკეთესო ბუნებრივია გუნდი. დისკუსიაში მონაწილეობა მივიღეთ იმ სამ ადამიანმა, რომელსაც კადრს აქეთ ხედავთ და კიდევ ერთ ადამიანმა, რომელიც კადრს მიღმა ირაკლიმ. მე მინდა რომ რეზის ვთხოვო პირველი გუნდის გაჟღერება, რომელიც ჩვენის აზრით ყოველ შემთხვევაში არის საუკეთესო. საქმე იმაშია, რომ თქვენს მოსაზრებასაც მოვისმენთ, ძალიან მადლიერები ვიქნებით თუ კომენტარებში დაგვიწერთ, რას ფიქრობთ, რაში გვეთანხმებით, არ გვეთანხმებით და ასე შემდეგ. მოვისმენთ არა, წავიკითხავთ. რეზი მეხუთეზე გავიდა გუნდი, რომელსაც მე არ ვეთანხმებოდი რომ უნდა გასულიყო top 5-ში. ატლეტიკო აი მადრიდული დერბის ერთ-ერთი მონაწილე. ნუ ატლეტიკოზე 15 თამაში მოიგო ზედიზედ. მე წააგო ლეგანესთან, ამიტომ ის უნდა მოეგო. მე ლევერკუზენთან მომეწონა ძალიან. ბაიერთან ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ბარიოსი გაუგდეს და 5-3-1-ზე რო გადაეწყვნენ დაცვაში, იდეალურად იცავდნენ თავს. მომენტი არ შეაქმნებინეს თითქმის ჩაბი ალონსოს გუნდს და ეს ისეთი დიდი მიღწევა. მე ორი პრობლემა მაქვს ატლეტიკოსთან დაკავშირებით. ერთი რო არის გრიზმანზე ძალიან დამოკიდებული გუნდი, ანუ როგორ არის გრიზმანი ალვარესთან შეთამაშებული, მოძრაობა ხაზებს შორის, ზოგს უკან გახსნეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი ატლეტიკოსთვის, ძალიან დიდ როლს თამაშობს და მეორე ატლეტიკო დომინანტურად არ თამაშობს სერიოზულ თამაშებს რა დიდ გუნდებთან, აი რეალთან ხო ისაუბრეთ რომ ანუ ეს იყო შანსი მათთვის ხო ანუ შეემოწმებინა რეალი რეალურად და არ გააკეთა ეს. სხვა მხრივ ანუ სიმეონე ჩემთვის ელიტაა, უმაღლესი დონეა. ამდენი წელია მუშაობს, ყოველთვის როცა ჩავთვალე რომ აი ხა მოწურა თავი გადააწყო გუნდი და რაღაც უფრო სიახლე შემოიტანა ჩემპიონატი მოიგო და ასე შემდეგ უდიდეს ფიგურაა, მაგრამ top 5-ისთვის არ მიმეტება ატლეტიკო. მე მაქვს ჩემი არგუმენტი. რატომ უნდა იყოს? ნუ პირველი სიმეონე წელს რასაც შვება, იქ მომწონს ძალიან და ერთ-ერთი ინიციატორი ატლეტიკოს ჩაყვეხების მე ვიყავი. top 5-ში ცოტა გავუსწროთ მოვლენებს. ბარსელონა ხო არის? რამდენი ქულით ასწრებს ატლეტიკო? ხო, ეგ ერთით არა. ერთით ასწრებს. ერთით? ნუ რა მნიშვნელობა ხო ასწრებს? ხო, მაგრამ ეგ ისა, შედეგზე ისა, ბარსელონა უკეთესია ხარ. თან ერთით? კინაღა მეორეჯერ წავაგე? ოკეი, გადავრჩი. ასწრებს ქულებით, ოკეი. და პლუს მე ძალიან მომწონს აი რაღაცა 2 ცრუცხრიანი რაც შემოიტანა რა.
ორი ცრუცხრიანი თუ ათამაშებს და ძალიან მომწონს ის, რომ ატლეტიკო 11 კაცს ხო იცავს თავს და უტევს ისე რომ ერთ მოთამაშეს საერთოდ თავდამსხმელს ერთ საერთოდ იკიდებს რა თამაშგარის ხაზში რო ყავს ხან გაგდებული თავარი მოთამაშე ბოლოს ეგ ხდება და თავარი ფაქტორი მაგრამ ძალიან მომეწონეს ორი ცრუცხრიანი დიეგო სიმეონის იდეები იმდენად მომწონს წელს რომ გონია რომ ტოპ 5-ში უნდა იყოს ამას დავამატებ იმასაც მეც ვიცავდი მადრიდის ატლეტიკოს იმის გათვალისწინებით რომ 8 გუნდში გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან არ გაუმართლა ლილთან და ჩემპიონობისთვის იბრძვის შესაბამისად ბევრს აღარ გავაგრძელებ გადავალ შემდეგ გუნდზე თუმცა ატლეტიკოს ხუთეულში ყოფნას ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე ვეთანხმები მეოთხე ადგილზე ყავს სწორედ მეორე მადრიდული გუნდი მადრიდის რეალი და მე დავიწყებ თქვენის ნებართვით თუ რატო ყავს უპირველეს ყოვლისა რეალი მთელი სეზონია იტანჯება ტრამვებით მაგრამ თავარი მიზეზი იმისა თუ რატო ყავს მადრიდის რეალი ამ ხუთეულში არის მისი პოტენციალი გვჯერა და გვინდა რომ ერთ დღესაც რეალი შეძლებს რომ სრული როსტერით ითამაშოს და ეს ტრამვირებული ფეხბურთელები დაბრუნდნენ და ნუ პოტენციალი რომელიც მადრიდის რეალს აქვს ჩვენი აზრით ყოველ შემთხვევაში გაიყვანს იმ ლეველზე, რომ სეზონის ბოლოს ხუთეულში კი არა, შეიძლება უფრო მეოთხედან უფრო მაღალ პოზიციაზე აიყვანოს. მოკლედ, რეალი იბრძვის ჩემპიონობისთვის, ესე შედეგებით რომ მივყვეთ, იბრძვის ჩემპიონობისთვის, ცდილობს მისი სუსტი წერტილი კოპა დელ რეის მოგებას და ნუ ჩემპიონთა ლიგაზე, აი ნუ სიტის ბარიერს თუ გადალახავს, მაშინ ჩვენ ალბათ ჩვენს აზრზე უფრო მყარად ვიქნებით. თუ გსურთ მადრიდის რეალზე რამის დამატება? მაპეს ადაპტაცია დასრულდა, მაპე კარგად თამაშობს, მაგრად თამაშობს, ყველაფერი გოლები გააქვს. რეალის თავი პრობლემა არის ის, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ 4 სუპერვარსკვლავის ერთად ეფექტურად განთავსება. რეალის პრობლემა ექიმი. ნუ ექიმი. ესეც ის თუ გაუშვეს. გაზონის მომვლელი და რაღაცე. ანუ თუ 4 არის შემადგენლობაში, როდრიგო ბელინგემი, ვინისიუსი, მბაპე ბარსელონასთან სუპერთასი ვინც ნახეთ, აი კვინტესენცია ამის რა, რომ 6 კაცი იცავდა რეალი თავს. და იყო ეპიზოდები, როცა 6 კაცი უტევდა ბარსელონა და გასაგებია რომ ბურთის ზონაში მარტივად უქმნიან უპირატესობას და 5-2 აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი იყო. იქ ნეკარი რომ არ გაიგდო, უარესი შედეგი იქნებოდა. ვინისიუსი საერთოდ ჩამოდის დაცვაში, მბაპე გათავისუფლებულია დაცვის სამუშაოსგან, როდრიგო ცდილობდა ბელინგემი იქ არაფერს არ აკეთებდა. ეხლა ბელინგემი ანჩელოტი ხე მოახერხა რომ უკვე 8 კაცით იცავენ თავს ატლეტიკოსთან. ნუ ის ორი ისევ ამიტომაც არის მთელი ეს პრობლემები დიდ გუნდებთან. და მეორე რაც მაშინ უნდა მეთქვა და გადმოვიტანე ამ რუბრიკაში, რეალი ალბათ არის მსოფლიოში ერთადერთი ტოპ გუნდი, რომელსაც პრესინგი საერთოდ არ აქვს. ძალიან არაეფექტური პრესინგი აქვს, მაგრამ ეს არასდროს არ იყო რეალისთვის პრობლემა. ანუ ეგეთი პრესინგი თამაშობს რეალი ზიდანის დროსაც უბრალოდ არ თამაშობს პრესინგი. ეს შეიძლება იყოს სიტუაციური პრესინგი ან ეპიზოდური პრესინგი, მაგრამ თუ რეალი თუ ანგარიში ჩამორჩენა გააქვს სერიოზულ გუნდთან და პრესინგის ჩართვას ცდილობ რომ ბურთი დაიბრუნო, რეალს ძალიან უჭირს და სკრინებზე გაჩვენებთ ეს პირველი თამაშია ბარსა რეალის 4-0, რომელიც მოიგო ბარსამ, სადაც რეალი აგებს და მიდის პრესინგზე და სკრინზე კარგად ჩანს რამხელა სივრცეა დარჩენილი ცენტრში და ოლმოს სულ მარტო დგას იქ. და ლამინ იამალის გოლი, ვისაც გახსოვთ სუპერთასზე, იქ რეალი იგებდა ჯერ, მაგრამ პრესინგი ითამაშა და ყველა ფეხბურთელმა აბსოლუტურად ყველამ 1-2 წამი დააგვიანა თავის კაცზე მისვლა და ბოლოს რუდიგერმა დააგვიანა და მარტივად გაითამაშეს ეს კომბინაცია. მე ვთვლი რომ ანჩელოტი ერთადერთი კაცია მსოფლიოში და მეორე კაცია ზიდანი, ვისაც შეუძლია ეს 4 კაცი რაღაც ფორმით ამ 4 კაცით მოახერხოს გუნდში რაღაც ჰარმონიის და ბალანსის დამყარება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი ეს გამოდის. ოკეი, მესამე გუნდი ყავს PSG. ალბათ უპირველეს ყოვლისა იმიტომ ყავს PSG, რა ფორმაშიც არის ბოლო პერიოდში რა. საოცარ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით დემბელე არის სასწაულ ფორმაში და ნუ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ვფიქრობთ, რომ ამ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. იმედი გვაქვს ამ შემთხვევაში ვიქნებით სუბიექტურები, რომ იმედი გვაქვს, რომ ბრესტის ვარიანტს, ბრესტის დაბრკოლებას გადალახავს უპრობლემოდ და ვიხილავთ იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გავიდეს.
რაღაცის თქმა გსურდა, ოღონდ რეალზე რატო გამომტოვე? დროში ვარ. ოკეი. PSG-ზე უნდა. არა, თქვი რეალზე და მე გავაკეთე. არა, რეალზე ერთ ძალიან მარტივ რაღაცას დავამატებ, რომ ტოპ 5-ში რატოა რეალი, ეგ კითხვა არ არსებობს. ანუ რეალია. შეიძლება ეხლა დაცვაში ცოცხალი კაცი არ ყავდეს და ყველა საავადმყოფოში ყავდეს, მაგრამ რეალია რა. ჩემპიონთა ლიგაზე არის მთავარი ფავორიტი, რაც არ უნდა ხდებოდეს. PSG-ზე შენ გიყვარს. გიორგიმაც ახსენა მონაკოსთან თამაში, მუდმივი როტაციები, დემბელე, ბარკოლა, კვარა სულ ცვლიან პოზიციებს, ვინცად აღმოჩნდება. შეიძლება კვარა ცენტრში იყოს, შეიძლება მარცხნივ იყოს, დემბელე უფრო ცხრიანია, მაგრამ გადადის თქვა მარჯვენა ფლანგზე და ბარკოლამ შეიძლება მარჯვნიდან გადმოვიდეს მარცხნივ და ეს ყველაფერი იდეალურად არის აწყობილი, ანუ ენრიკეს უყვარს ცხრიანი თამაში და მე მგონი ეხლა მიიღო ის იდეალური შეტევა, სადაც ნებისმიერ შეიძლება ნებისმიერ პოზიციაზე იყოს სახიფათო. პლუს კვარას ესეთი ძლიერი თვისება მაგნეტიზმი, ხო? ანუ ბევრ ფეხბურთელს გადაიყვანს თავისკენ და სხვებს რო უთავისუფლებს ზონებს. აი პირველი საგოლე პასი რო ზუსტად ასე გააკეთა, ხო? 4 კაცი შემოიკრიბა და დემბელე დარჩა მარტო. პლუს მე მაგრად მომწონს PSG-ს ნახევარდაცვა. და ანუ ეს არის ყველაზე არასტერილური PSG ენრიკეს ხელში. ფაბიან რუისი, რომელიც იყო PSG-ს სტერილურობის სიმბოლო, ახლა არის PSG-ს კრეატიულობის სიმბოლო და ანუ ესპანეთის ნაკრებში ფაბიან რუისი უყურებთ აი ესეთი. აი მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რა, ის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მაგარი თამაში ფაბიან რუის გამოყვა და PSG-ს ნუ შეტევა რო კარგი ყავს. თუნდაც ხვიჩას ტრანსფერამდე რო კარგი ყავდა ვიცოდით. ხვიჩა კვარაცხელია ბუნებრივია ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს და PSG-ს გააძლიერა და ეს ფაბიან რუისი მისი ვიტინიათი და ჟოაო ნევეში რაღაცა დაგეშილები არიან და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მესამე ადგილი გარანტირებულად და ნახოთ იქ კონკურენტებთან ჩემპიონატში წაგება რა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გუნდია სხვათა შორის მე მგონი ტოპ 5-ში, რომელსაც მარცხი არ აქვს. და ახლა პრესს რო გაცდებიან შეხვდებიან იმ ორ გუნდიდან ერთ-ერთს, რომელიც პირველ და მეორე ადგილზე ყავს. კი ბატონო, და კიდე PSG პლუს ტოპ 5-ში მესამე ადგილზე ყავს პოტენციალის გამო უფრო. ახალი ხო, ნუ რეალურად ჯერ ვერ შევაფასეთ ეს ტოპ გუნდს არ შეხვედრია ხვიჩას ტრანსფერის შემდეგ PSG, იმიტომ რომ არ ქონია ეგეთი თამაში და ხვიჩასთან ერთად. ხო, ხვიჩასთან ერთად ორი თამაში, ნუ თუმცა City ახლა ისეთია. ხო, აი ის არის რა ქვია რა, ბევრად უფრო მაღლა შეიძლება აწიახტო. ჰაკიმის დავამატებდი, რაც ჩამოთვალა, აი ეს ფლანგის მსველი. ოკეი, მეორე ადგილზე ყავს ბარსელონა, ირაკლი და მინდა რომ შენით დავიწყო. ბარსელონა, კი ბატონო, წლევანდელი ბარსელონა ზოგადად მე მგონი წინა გადაცემაშიც ვთქვით, ხო? თუ არა? შეიძლება სადმე სხვა გამთქვი. ძალიან უხდება ესპანურ სკოლას ცივსისხლიანი ევროპელი. რომელიც ფიზიკურობაზეც აქცენტს აკეთებს, დისციპლინაზე აქცენტს აკეთებს. წლევანდელ ბარსელონას ბევრი მარცხი აქვს. რაღაცეებში ძალიან არ გაუმართლა. ხო, უფრო არ გაუმართლა რა, მაგრამ რეალური ძალის ჩართვა როგორც კი დაჭირდათ, ნუ რეალს გადაუარეს რა. ძალიან მაინტერესებს ამ ბარსელონას ეს ბარსელონა როდემდე წავა ესეთი ტემპით, თუ ტრავმები ხელს არ შეუშლის, ძირითადად იამალი უნდა იყოს ჯანმრთელად და რაფინია რა. ეგ ორი თუ ჯანმრთელად იქნება და პლუს ნახევარ და პედრი საერთოდ ის არის. მაგაზე უნდა ილოცოს ყველა ბარსელონას გულშემატკივარმა, რომ მაგას რამე არ მოუვიდეს. მე მგონი ფეხბურთის გულშემატკივრებაც უნდა ილოცოს, რომ პედრი ჯანმრთელად იყოს ის. არ მგონია რეალის გულშემატკივრებმა ილოცონ მაგის გამო. ელი სეზონი განტრეულა. ხო და ნუ ბარსელონა პედრისთან და აი ამ ფლიკთან ერთად უფრო რა, თავის ტოტალური ფეხბურთის ფიზიკურ ფეხბურთთან ნაზავით ძალიან მაგარი გუნდია. ხო რა, ყველაზე ეფექტური გუნდია წელს, ყველაზე კარგი პოზიციური შეტევა აქვს, ლაპარაკოდ, ყველა სანახაობა, ყველა თამაში იდეალური პრესინგი აქვს, უნგერები იწყებენ პრესინგს, ლევანდოვსკის სიღრმეში ჩამოდის, მაღალ დაცვის ხაზზე უკვე ყველა ლაპარაკობს და თამაშგარის მახეებზე, რასაც აკეთებენ. რაფინია არის რაღაც ოქროს ბურთის კანდიდატი, სამ როლს ირგებს თამაშში, ან არის მეორე ფორვარდი ლევანდოვსკისთან ერთად და ზურგს უკან გახსნები, რასაც ლევანდოვსკი არ აკეთებს ხოლმე, ლევანდოვსკი უფრო
ჩამალდეს და კომბინირებს, რაფინია უფრო ზურგს უკან იხსნება. ან მარჯვენა ვინგერია და იქ უკვე აჩქარებები და კედლის გათამაშება, ან ცენტრში შემოდის და იქ უკვე კომბინირებს ამას. მულტიფუნქციური სუპერ ჯარისკაცის როლი აქვს იამალი ფენომენი, პედრიზიც ვისაუბრეთ და ხო, ის თქმა უნდა ბარსას აქვს დის პოტენციალი. თუ ოლმო ამბებს მოიშორებს და დაბრუნდება, ეგ ძალიან მაგარი. არაუხო უნდა დაამუღამოს მაღალი დაცვის ხაზი და პლუს ეგეც ამატებითი იქნება და შესტი სისულელები არ უნდა აღდგან კარებში რა. და ეგეც მაგათთვის ერთი მოთამაშე, რომელიც ჩემთვის ამ ბარსელონაში არის ყველა იამალზე ძალიან სისულელეს ვიძახი რა. ბოდიში ამ სისულელეს რო ვიძახი და ბოდიში კარო ეს სისულელე უნდა ჩასვა, მაგრამ ჩემი გემოვნება ბოდიში კასადო. აუ ამ ბარსელონაში ყველას მირჩევ. იამალსაც მირჩევნი. ნუ ის სასწაულებს შვება, მაგრამ ჩემი ცოტა უცნაური საფეხბურთო გემოვნებით კასადო არის, აი არ ვიცი, ძალიან მგონია რომ როდრის აჯობებს. როდრისაც და ბუსკეტსაც აჯობებს. მედი. ნუ თან ხო როგორი სტარტი ქონდა სეზონის და ახლა დაემატა დეიუმი და გავი კიდე მან ჭერი არ ჩანს რა ზრდის სამდე ზავი. ოკეი, რადგან ბარსელონა გავიყვანეთ მეორე ადგილზე, სავარაუდოდ მარტივი მისახვედრია ვინ არის პირველ ადგილზე და პირველ ადგილზე არის ლივერპული. Manchester United. პირველ ადგილზე ყავს, რა თქმა უნდა, ლივერპული, ჩემი გადმოსახედიდან სეზონის ცალსახად საუკეთესო გუნდი, პრემიერ ლიგის პირველ ადგილოსანი, ჩემპიონთა ლიგის პირველ ადგილოსანი, ინგლისის თასზეც მიდის ტიტულისკენ. მოკლედ, ნამდვილად ვერ პლიმუთთან გუშინ კი გამოვარდა, გუშინ წინ უფრო სწორად, მაგრამ ეგ არაფერი შეიძლება ეგ საჭიროც იყო იმ ხალხის გაბედნიერებისთვის, ვისაც ეგრე მაგრად გაუხარდა ლივერპულის გავარდნა, კი არა, პლიმუთის გულშემატკივრებს გულისხმობ რა. მოკლედ, ლივერპული არის ცალსახად საუკეთესო გუნდი ამ სეზონში. შეიძლება ვიღაცები არ დამეთანხმონ ბარსელონას გულშემატკივრები მაგალითად, მაგრამ ჩემი გემოვნებით ლივერპული არის გუნდი, რომელსაც აი ესე თითზე რო ჩამოთვალოთ, აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა. სკრინების სახით ამოვანათებთ, ეს უპირატესობები უპირველეს ყოვლისა არის თითოეულ ფეხბურთელში. ლივერპულის უპირატესობა არის ის, რომ ყავს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და იყენებს მის გრძელ პასებს საოცრად. ლივერპულის უპირატესობა არის ის, რომ დაცვის ხაზს, საკუთარ დაცვის ხაზს წელავს და ეს რობერტსონი გადადის ფლანგზე ისე, რომ ზოგჯერ ცენტრალურ მცველად დგება ერთი მხოლოდ ვან დაიკი ესე და აკონტროლებს და თელ გუნდს ფაქტობრივად აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წავიდეს წინ. ლივერპულის კიდევ ერთი უპირატესობა არის რეზის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ალბათ მისი ჰუდიდან გამომდინარე მაკალისტერი, საოცარი შენაძენი, შობოშლაი როგორც გენებოთ, ძალიან მაგარი და ნუ ტორტზე გემრიელი ალუბალი როა ხო იცი ლუის დიასი მუჰამედ სალაჰი მე არ მეშინია იცი როგორ რაღაცების არ მეშინია რომ ამბიციური განცხადებები რო გავაკეთო რა ჩემი აზრით სეზონის ბოლოს ნუ სალაჰი რო კროსბურთის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება რა თქმა უნდა მაგრამ რაც პრესაში მიდის საუბარი შეიძლება თუ არა სალაჰი დავასახელოთ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ეგ თემა კიდევ უფრო წამოიწევს რა მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ну идеалურად დაბალანსებული გუნდია ყველა ჩამოთვალა ლუის დიასი ცრუცხრიანად ტოპ გაკპო ძალიან მაგარ სეზონს ატარებს სობოსლაი თავის შერბენებით საჯარიმოში მაკალისტერი სიღრმიდან მერე ზემოთ ვეინალდუმის როლი აქვს კლოპის ლივერპულში ჰქონდა ყველგან რომ მოძრაობდა და პლუს რაც მომწონს სლოტი მაგრად ცვლის შესვენებაზე გუნდს ანუ შეიძლება შემადგენლობაში არაფერი არ შეცვალოს, მაგრამ პოზიციების შეუცვალოს მოთამაშეებს ძირითადად ფლანგის მცველებს უცვლის ხოლმე პოზიციებს, რომ თქვა აკვირდება პირველ ტაიმში და შემდეგ ან ცენტრში შეწევს ფლანგის მცველს, ან საერთოდ წინ გაუშვებს. რეალთან თამაში, ვისაც გახსოვთ 2-0 მოუგეს, კონორ ბრედლი იდგა მაშინ დაცვაში. პირველ ტაიმში იდგა აფიოდ დაცვაში, ანუ წინ არ მიდიოდა და მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა ეგრევე რეალის საჯარიმოსთან გაიჩნდა და გოლი გაიტანა ლივერპულმა და ანუ ეს რაღაც სლოტის როტაცია შემადგენლობაში როტაციები პოზიციური როტაციები იდეალურად მუშაობს და ხო ნუ თავარი შეკითხვა ლივერპულთან არის ერთი რომ ვთქვათ ამ ინტენსიურ ფეხბურთში სადაც არის პრესინგი სადაც არის ეს არ არის კლოპის ლივერპულის ფეხბურთი ხო რომელიც როკ-ენ-როლი იყო და გაუთავებელი ის მაგრამ ნუ ესეც ძალიან ინტენსიური ფეხბურთია ბევრი აჩქარების გაკეთება უწევთ ფეხბურთელებს ეს ტრამვები თუ არ წამოეწიათ გაზაფხულზე, ნუ პრემიერ ლიგას წესით უკვე დახურავენ და ლიგაზეც დიდი პოტენციალი აქვს.
ხო, ნუ ლივერპულზე რა უნდა ვთქვა. იცი რა მინდა ვიკითხო? თუ არაფერს დამატება არ გინდა ლივერპულზე, რომელი გუნდები დაგაკმბათ? ძალიან სწრაფად. მე ბევრი გუნდი დამაკლა, მაგრამ ლივერპულზე ერთადერთი იმას დავამატებ, რომ სალაჰს რამჭირს სალაჰს აქვს ოქროს სეზონით აღარ ვქვია უკვე არც ბრილიანტის რაღაც ახალი ნივთიერება გვაქვს აღმოსაჩენი რომ სალაჰის წლევანდელი სეზონი შევაფასოთ. ყველას რო თავი ანუ ყველა ხო ძალიან მაგრად თამაშობს, მაგრამ სალაჰი საერთოდ ყველა თამაშში მინიმუმ გოლი არის რა გარანტირებული სალაჰი. ნამდვილად. და ჟოტა გამოგვჭა კიდე ბევრს ტრავმიანობს, წვალობს, მაგრამ ის გახსოვს შეცვლებზე ჩატშიც რომ მოვიწერეთ. ციმიკასი ჟოტა რო გამოიყონა და ეგრევე კუთხურიდან რო გაათამაშეს. თან სლოტის ფეინორდის თამაშები ხო რო გითხრა რომ ყველა ნანახი მაქვს თქო არა, მაგრამ სლოტიც აი ფლიკის ვარიანტია რა, აი როგორ კლოპზე მეტად ამუნს რამე თუ მოუხდებოდა არ მეგონა და სლოტი საერთოდ რეებს შვება. კი სადღაც გაუმართლა რომ სიტის პრობლემა აქვს, Manchester United ვერ არის ისეთი როგორც უნდა იყოს, Chelsea რაღაც ამ სეზონში ხო Chelsea-ც რაღაცა იქ მოიშალა, Nottingham-ი და Bournemouth-ი არიან ტოპ 4-ში, Tottenham-ი საერთოდ საწავიდა. რაღაცეებში გაუმართლა, მაგრამ ფეხბურთი ჩემს 60% არის იყვალი და კი უმართლებს, მაგრამ ხო უნდა შეასრულო. ასრულებს. ვინ დაგვაკვდა? Manchester United-ი. არა, ერთი და სერიოზულად. ერთი და სერიოზულად? შენ ვიცი რა სიტყვი? შენ არ ვიცი, კარგი, მაგრამ მე ინტერს ვიტყვი მაინც რა. ანუ ამ წუთიდან გამომდინარე. ძალიან მოკლედ ვიტყვი, სამი გუნდია ჩემთვის ამ სეზონში, რომელიც თვითონ განსაზღვრავს თამაშის სურათს. ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. ანუ უპირობოდ იწყებს დომინირებას. ნუ ლივერპული და ბარსაა პირველი, მესამე არის ბაიერნი ჩემთვის. ანუ ტოტალ ბაიერნის დომინაცია უფრო დიდია ვიდრე შეიძლება იმურის მოწინააღმდეგეებთან. ტოტალურად ანუ ანადგურებენ ყველა მაჩვენებლით მოწინააღმდეგეს. ან ეს არ არის სტერილური დომინირება, მომენტებს ქმნიან რეგულარულად, ჩაბელნოს ვთქვა რომ აი სული გვეხუთებოდაო, ისე გვაპრესინგებდნენ. უბრალოდ არის ძალიან მყიფე. და აი სკრინზე მინდა ვაჩვენო ბოლოს ანუ რეს დიფენსის რჩებათ მარტო ორი ცენტრალური მცველი. ყველა წინ მიდის. და აი ფლანგური ზონები ძალიან ხშირად არის თავისუფალები. ფეინორთან თუ ნახეთ თამაში, რომელიც 3-0 წააგო და უნდა მოეგო ალბათ 6-2. იმ მომენტი გააფუჭეს. იქ ზუსტად აი ეს ზონა გახსნა პირველი გოლის დროს. სხვანაირად იყო ოლისი წავიდა პრესინგზე, ლაიმერი ძალიან მაღლა ავიდა და კედელი გაუთამაშეს და გაიტანა ფეინორდმა პირველი გოლი. ოღონდ ეს იყო ერთხელ გამოვიდა ეგეთელს თამაში ფეინორდს. ანუ ძალიან დომინირებს ბაიერნი და მაგრამ აი ეს პრობლემა რომ ძალიან რაღაც მყიფე გუნდია, ამან შეიძლება ლიგაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს მაწინააღმდეგე. ბუნდესლიგას პრობლემად მოიგება. ოკეი, ირაკლის და ინტერი, რეზის ბაიერნი, მე არავინ არ დამაკლდა, ჩემთვის საკმაოდ კარგი ხუთეულია, ჩემი საყვარელი გუნდი დამაკლდა, მაგრამ მისი ადგილი აქ ნამდვილად არ არის, ამიტომ მე მგონი ეს იყო რაც დღევანდელ გადაცემაში გვინდოდა გვეთქვა. ვფიქრობ რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდა. თქვენ კი მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვილაიქოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, იმიტომ რომ ვფიქრობ ბევრი ფეხბურთის მოყვარულისთვის ჩვენი პოდკასტები საინტერესო იქნება. შევხვდებით შემდეგ სამშაბათს. მადლობა კიდევ ერთხელ.